გამოფრენის დღეს წავედი მაღაზიებში, ჩემთვის ვაჩუქე საჩუქარი, რაღაცნაირად ტრადიციად ვაქციე, სადმე თუ მივფრინავ, გამოფრენის დღეს რაღაცას ვყიდულობ. ძალიან მიჭირდა თავიდან, იცით, ჩემი თავისთვის ცოტა ძვირად ღირებული ნივთის ყიდვა. სხვისთვის პირიქით მიხარია, ბედნიერი ვარ და რაღაცნაირად, როდესაც ვყიდულობ ხოლმე, ვნანობ კიდეც, იცით, ვფიქრობ, რომ მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში. მაგრამ მაინც ვაგუებ ჩემ თავს, რომ უნდა მქონდეს. შესაბამისად, ძალიან მინდოდა შევიძინე სამაჯური ბეჭედი და საყურეები. ამასობაში სალიმ და მარიკამ ჩემოდნები ჩაალაგეს, უკვე ველოდებოდნენ სასტუმროსთან და წავედით აეროპორტში, იმიტომ რომ ძალიან გვეჩქარებოდა. გზად ავიღეთ ყავა, საჭმელი, იმიტომ რომ აქ არის დაახლოებით დღის 4 საათი და მე სხვათა შორის რომ ვიღვიძებ საჭმელს ვერ ვჭამ. დაახლოებით 7-6 საათის შემდეგ ვჭამ და მგონი დღეში ერთხელ მიწევს საერთოდ კვება. მივედი აეროპორტში, გადავიხადეთ თანხა, იმიტომ რომ ჩემოდნები ისევ ბევრს იწონიდა, სხვათა შორის და შემდეგ წასვლაზე რაღაცნაირად უნდა დავარეგულირო ეს ჩემოდნების თემა, დიდი განათება ტყუილად წავიღე. ახლა ალბათ 1-25 კილო იქნებოდა და შემდეგ წასვლაზე უკვე განათებას, ძალიან დიდ განათებას აღარ წავიღებ, ვერაფერში ვერ გამოვიყენე, სულ გარეთ ვიყავ, მხოლოდ მაკიაჟს ვიკეთებ ხოლმე ნომერში და ვიძინებდი. და შემდეგ წასვლაზე უკვე ვფიქრობ, რომ იმ დიდ განათებას აღარ წავიღებ. ასევე ჩემ ბავშვებს ვუყიდე საჩუქრები, მე სუნა მოვიყიდე, სუვენირებიც ვუყიდე ჩემს მეგობრებს, შემდეგ ყავა დავლიეთ და გამოვფრინდით დაახლოებით 5 საათზე ვიყავით თბილისში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემს სიყვარულებს ვნახავდი 6 დღე არასოდეს არსად არ ყოფილვარ მათ გარეშე.